კორპუსიდან რომლის წინაც მიწის მასა ჩამოიშალა, მოსახლეობის ევაკუაცია არ მოხდება. ვაკის გამგებელი აცხადებს, რომ პირველადი დათვალიერებით შენობა საცხოვრებლად უსაფრთხოა. მეტი დეტალი კი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით უნდა გახდეს ცნობილი. მიწის მასა საბურთალოზე მარიჯანის ქუჩაზე გუშინ ძლიერი წვიმის შემდეგ ჩამოიშალა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ გამგეობაში არაერთი განცხადება შეიტანეს, რომ შენობას ბზარები ჰქონდა გაჩენილი, თუმცა რეაგირება ვერ მიიღეს. ძალადობისა და წამების ორგანიზება ფაშისტურ ნაცისტური იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს 14 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მჯავრდებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა არასრულწლოვანებზეც. არასრულწლოვანთა კოდექსიდან გამომდინარე, მას სასჯელი 1/13 შეუმცირდა და 9 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ტრამპი ანკარაში ნატოს სამიტზე ჩავიდა. აეროპორტში მას პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დახვდა. ამერიკის პრეზიდენტი ერდოღანთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს და დღეს საღამოს დაგეგმილ ნატოს ლიდერების ოფიციალურ ვახშამში მიიღებს მონაწილეობას. სამიტზე დასასწრებად ანკარაში ჩავიდა ზელენსკიც. ჰამასი აცხადებს, რომ ღაზას მთავრობას შლიან და ძალაუფლებას გაეროს კომიტეტს გადასცემენ, რაც ამერიკის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილია. ამას არ დაუკონკრეტებია აპირებს თუ არა განიარაღებას ან უსაფრთხოების სფეროს საერთაშორისო ძალებისთვის გადაცემას.